სენაკის სავიზიტო ბარათზე უნდა მოგიყვეთ. სანამ იტყვი, გითამაშია სენაკის თეატრში? რა თქმა უნდა, გიორგი, რა თქმა უნდა, ეს იყო დაუვიწყარი შტაბ-ბეჭდილება მართლა, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ გავედი სცენაზე, რაღაცა ნია ვიქროდა. და ვერ მივხვდი რა იყო ეს ნიავიდან გადავხედე და თითქმის მთელი მაყურებელი ცოტა ცხელოდა. ესეთი მარავებით ისედა. ყველა ეს იყო დიდი ხნის წინ. და აი საოცარი სიო მოდიოდა ჩვენსკენ და მართლა ხო აი რაღაცა ესეთი ხალხია სენაკში, ესეთი ინტელიგენტი გამოჩნდა. აი ამ ბარათზე უნდა მოგიყვეთ სწორედ ამ სავიზიტო ბარათზე, რომელიც უკვე წლებია ამ ქალაქის განუყოფელი ნაწილია. ეს გახლავთ აკაკი ხორავა სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. და სენაკის მარგალიტი, რა თქმა უნდა. ახლა კი ვნახოთ ანა გზირიშვილის სიუჟეტში. თეატრს, რომელზეც ახლა გიამბობთ, 154 წლიანი ისტორია აქვს და ეს ისტორია 1891 წელს დაიწყო. 1891 წლის თებერვალში მოყვარული დასის მიერ დაბა ახალსენაკში პირველი სპექტაკლი მოლიერის ძალად ექიმი დაიდგა. სწორედ ამ სპექტაკლის შემდეგ იწყება თეატრალური ხელოვნების განვითარების ისტორია რეგიონში. მე-20 საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი პროექტის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას მოყვა ამ ახალი დაბის დაარსება, დაარსდა ახალი სადგური, ეგრეთ წოდებული ნოვი სენაკი და ამ სადგურის უფროსი გახლდათ აქვსენტი ცაგარელი. და რა თქმა უნდა, მისი აქ ყოფნით, მის მეუღლესთან ერთად, ქალბატონ ნატო გაბუნიასთან ერთად, აქვსენტი ცაგარელმა ამ რეგიონში შეუწყო ხელი თეატრალური ხელოვნების განვითარებას. მომავალ წელს თეატრს უსრულდება 155 წელი და სიმბოლურია, რომ სწორედ ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილია აქვსენტი ცაგარელის ხანუმას დადგმა. უნიკალური შენობის არქიტექტორი ადგილობრივი მკვიდრი ხუდა გოგოლაძე იყო. თეატრს საუცხოო მოხატულობა აქვს, რომლის ავტორიც ასევე ადგილობრივი ბიჭუნა ბარქაია გახლდათ. ის გარკვეული პერიოდი ამავე თეატრის დირექტორად მუშაობდა. შენობის დათვალიერებისას თქვენს ყურადღებას ულამაზესი ჭერი აუცილებლად მიიქცევს. მხატვარმა გადაწყვიტა სხვადასხვა ხელოვნების დარგის მუზები ერთნაირი სახით დაეხატა. ამ მუზებში კი მან თავის მეუღლის, როგორც ამბობენ, ულამაზესი ცირას სახე წარმოაჩინა. ძალიან რთული პერიოდი გაიარა შენობამ 90-იან წლებში. ჩვენ და სამწუხაროდ სამოქალაქო ომის დროს თეატრი გახდა კომენდანტის საათის შტაბი, ერთგვარად აქ შემოვიდა სამხედრო ფორმირება. ჩვენ და სამწუხაროდ გაპარტახდა, გაიძარცვა თეატრი და შემდგომი პერიოდი, ალბათ აღსახსენებელი 2008 წელი, როცა მოხდა სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვა, ასევე სარკინიგზო მაგისტრალის და თეატრის გვერდით სულ ახლოს ჩამოვარდა რამოდენიმე 100 კილოგრამიანი ბომბი, რომელმაც საგრძნობლად დააზიანა შენობა ნაგებობა. ასე ვთქვათ, კატასტროფული მდგომარეობა შეიქმნა. 2008 წელს ამ შენობა ნაგებობას მიენიჭა კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლის სტატუსი და 2015 წელს ძეგლთა დაცვის სააგენტომ დაუკვეთა ამ თეატრის სრული რეაბილიტაცია ქართულ ჯგუფს და 2015 წელს დაიწყო მართლაც ეს უნიკალური პროექტი ქართველ ერს და ამ ქალაქს შეუნარჩუნდა ეს უნიკალური თეატრი, რომელიც მართლა კატასტროფის წინაშე იყო. ჩვენ არ შეგვიძლია არ გამოვხატოთ მადლიერება, რომელიც არსებობს ნამდვილად, იმიტომ რომ არა ქართულ ჯგუფი, ალბათ ეს შენობა კატასტროფის წინაშე დადგებოდა. ასევე ჩვენ გვინდა მადლიერება გამოვთქვათ კულტურის სამინისტროს მიმართ, რომ თეატრი ყოველწლიურად ყრებულობს კონკურსებში მონაწილეობას და კულტურის სამინისტრო ერთგვარად არის თეატრის მთავარი დაფინანსების წყარო. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული
თეატრში განთავსებული სამუზეო სივრცეში, რომელშიც ინახება, რა თქმა უნდა, უნიკალური მასალა, არსებობს 100 წლიანი აფიშები და ასევე ის მასალა, რომლითაც ამაყობს თეატრი. უნდა გითხრათ, რომ თეატრმა ასევე კულტურის სამინისტროს დახმარებით შეძლო ელექტრონული არქივის შექმნა, ასევე მზადდება საიტი თეატრისთვის, სადაც იქნება ეს უნიკალური მასალა ელექტრონულად წარმოდგენილი. თეატრის უმთავრესი დანიშნულება არის პირველ რიგში უპასუხოს თავის ქალაქის მოთხოვნებს. და ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ისეთი პროდუქცია, რომელიც ჭირდება დღეს ქალაქს, ჭირდება დღეს სენაკის მოსახლეობას და მინდა გითხრათ, რომ რეპერტუარი ეწყობა ისეთი პრინციპით, რომ აუცილებლად უნდა იყოს გამოშვებული საბავშვო პროდუქცია, ზღაპარი, ეს ახალწლო იქნება თუ რაც ჩვალედური ზღაპარი, საბავშვო ხარისხიანი პროდუქცია, სადაც ინტეგრირებულია ჩვენი სტუდიის ბავშვები, იმიტომ რომ სენაკის თეატრს გააჩნია საბავშვოს დრამატული სკოლა, სტუდია, სადაც სწავლობს 45 ბავშვი. ესენი ყველა თამაშობენ სპექტაკლებში და დიდ მსახიობებთანაც და სწავლობენ ამ შესანიშნავ პროფესიას და ზრდით ესეთ პატარა თაობას, რომელიც მომავალში წავა ინსტიტუტში, იმედია, ზოგი წავა, ზოგი დარჩება კარგი მაყურებელი, კარგი მოქალაქე. მესამე წელია მუშაობ აქ და ბედნიერი ვარ, უყვარვართ ქალაქს. ესე იგი ჩვენ რაღაცას ისეთს ვაკეთებთ ამ თეატრში, რაც მიიღო სენაკმა. დღეს ჩვენ ყავს მაყურებელი იზრდება, იმიტომ რომ მარტო სენაკელები ამოდიან ამ თეატრში, ჩვენ მემსახურებით დაახლოებით 13-14 მუნიციპალიტეტს, ეს არის ზუგდიდი, ეს არის ფოთი, ქუთაისიდან ჩამოდიან, სვანეთიდან ჩამოდიან. ბედნიერი ვარ ამითი, რომ ვიღაცას ჩვენ ჭირდებით და სენაკის თეატრი დღეს არის ესეთი რაღაცა ძალიან აქტუალური მაყურებლისთვის. სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელსაც ადგილობრივები სენაკის მარგალიტს უწოდებენ, ამ ქალაქის სავიზიტო ბარათი იყო, არის და მუდამ იქნება.